მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეღო თესალონიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი, აია სოფია, როგორც ამას თვითონ ბერძნები და ზოგადად გლობალურად სამყარო უწოდებს, ან ქართულ თარგმანში რომ გადმოვიტანოთ, წმინდა სიბრძნე, ან ღვთის სიბრძნე, ორივე თარგმანი სწორი იქნება ამ შემთხვევაში, ეს არის ბერძნულიდან თარგმანი, თვითონ აია სოფია პირდაპირ თარგმანით ბერძნულიდან ნიშნავს წმინდა სოფიას. აია სოფიას ეკლესია თესალონიკის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის ქალაქის ცენტრში, ამავე სახელწოდების მოედანზე მდებარეობს. ამ ადგილას პირველი ეკლესია ხუთნავიანი ბაზილიკა იყო, რომელიც წმინდა მარკოზისადმი იყო მიძღვნილი და აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში. მისი დანგრევის შემდეგ დაახლოებით მე-7 საუკუნის დასაწყისში ამჟამინდელი ეკლესია აშენდა კონსტანტინოპოლში არსებული წმინდა სოფიას ეკლესიის არქიტექტურული დიზაინის მიხედვით. ტაძარს, როდესაც გარედან ვაკვირდებით, მაინც დამახასიათებელი ტიპური სტილი არა აქვს, როგორცაც მაგალითად საქართველოში ვხვდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში. საეკლესიო არქიტექტურის ამ ტიპს ჯვარ-კვადრატული ეკლესია ეწოდება და წარმოადგენს გუმბათოვანი ბაზილიკის განვითარების ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საფეხურს. შენობას თუ დავაკვირდებით, ეს არის ძალიან საკმაოდ მასშტაბური და მოზრდილი კვადრატული შენობა, რომელსაც ზემოდან ადგას გუმბათი. საკმაოდ მასშტაბური ეკლესიაა, თუ გავითვალისწინებთ თავის პერიოდს. ამ პერიოდის კვალობაზე შეიძლება ითქვას გიგანტური ტაძარიც არის და ფაქტობრივად შეუძლებელია რომ მიმდებარე ქუჩებზე ჩაიარო და გაიარო ისე რომ ყურადღება არ მიიქციოს და არ მიიპყროს ამ ეკლესიამ. ერთი შეხედვითაც ცხადიდან ათელია რომ ეს არის შუა საუკუნეების ტაძარი და არა მაგალითად თანამედროვე ან ახალი დროის ეკლესია ნაგებობა. ამჟამინდელი სახით ეკლესია წარმოადგენს ბეტონის კუბურ ნაგებობას, რომელიც თითქმის კვადრატული გეგმისაა. აღმოსავლეთ ბოლოდან სამნაწილიანი საკურთხეველი გამოდის. ეკლესიის ყველაზე საინტერესო თავისებურებებს შორისაა ცენტრალური სივრცის თითქმის სრულყოფილი კვადრატულობა და სტრუქტურული სისტემის არტიკულაცია, რომელიც თავზე დიდ გუმბათს იჭერს. $1205 წელს, როდესაც მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ ქალაქი დაიპყრო, წმინდა სოფია თესალონიკის საკათედრო ტაძარი გახდა. 1430 წელს ოსმალებმა ქალაქი დაიპყრეს და თესალონიკის გათავისუფლებამდე 1912 წლამდე ტაძარი მეჩეთად ფუნქციონირებდა. გათავისუფლების შემდეგ ტაძარი კვლავ ქრისტიანულ ძირებს დაუბრუნდა. ამდენად 5 საუკუნის განმავლობაში თესალონიკის აია სოფია ისლამური მეჩეთი იყო. 1917 წელს დიდმა ხანძარმა, რომელმაც ქალაქის 2/3 გაანადგურა, ინტერიერის დეკორაცია და გუმბათი სერიოზულად დააზიანა. 1978 წელს ეკლესიას ძლიერი მიწისძვრის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ისტორიული მნიშვნელობის გამო ეკლესია თესალონიკის პალეოქრისტიანული და ბიზანტიური ძეგლების ნაწილია, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული. დღეს ეკლესიის დიდი ნაწილი აღდგენილია. ჭნარის აყვავებული ბაღით გარშემორტყმული შენობა გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერით, ქვის ელემენტებითა და თბილი ფერებით. მას აქვს სამნავიანი ბაზილიკა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მახასიათებლები. შიგნით შეგიძლიათ დატკბეთ ფრესკებით, ხატებითა და მოზაიკებით, რომლებიც ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშებია. გუმბათის დიამეტრი 10 მეტრია და მორთულია ქრისტეს ამაღლების ამსახველი ულამაზესი მოზაიკით, რომელიც მე-9 საუკუნის ბოლოდია დათარიღებული. აღსანიშნავია აფსიდის თაღზე ნაპოვნი ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელიც ჩვილი იესო ქრისტეს ეხუტება. ეკლესიაში ასევე ინახება მე-8, მე-9 და მე-11 საუკუნეების შთამბეჭდავი ქანდაკებები და ჩუქურთმიანი დეკორაციები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტერიტორია ბიზანტიური პერიოდის თესალონიკის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, ხოლო თავად ტაძარი აია სოფია დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქალაქის საკათედრო ტაძარს.
ამჟამინდელი ტაძარი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ მას ვხედავთ და აგერ ვიღებთ, თარიღდება მე-7-მე-8 საუკუნეებით. თუმცა არსებობს ისტორიული ჩანაწერები და მტკიცებულებები, რომლებიც მიგვითითებენ იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე თესალონიკის ისტორიულ ცენტრში ჯერ კიდევ მე-3 საუკუნიდან იდგა, იყო აშენებული არქიტექტურული ძეგლი ტაძრის სახით, ხო? თუმცა ასევე ისტორიული წყაროები მიგვითითებენ იმაზე, რომ 620 წელს, როდესაც თესალონიკში მიწისძვრა დაფიქსირდა, წესით დარიგით ამ მიწისძვრას უნდა დაენგრია ეს შენობა. შესაბამისად, ეს ტაძარი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიღებთ, თარიღდება მე-7-მე-8 საუკუნეებით. აი სოფია როგორც უკვე ითქვა, არა მარტო თესალონიკისთვის, არამედ ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ეს არის ადრე ქრისტიანული პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ და ესეც ალსახადაა წარმოდგენილი შუა საუკუნეების არქიტექტურული ნიმუშები და ზოგადად ბიზანტიური ტრადიცია, რომელიც ვლინდება ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურაში. საკურთხეველსა და გუმბათში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული მოზაიკები, რომლებიც ამ ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ასევე ძალიან კარგად წარმოაჩენს ბიზანტიური საეკლესიო ესთეტიკის თავისებურებებს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური მოზაიკები, რომლის ფარგლებშიც, რომლის ხილვის დროსაც ჩვენ პირდაპირ ვეხებით, ასე ვთქვათ, ბიზანტიურ კულტურას, ბიზანტიურ შემოქმედებას, ბიზანტიურ ესთეტიკას და თავისთავად ცხადია ბიზანტიურ შუა საუკუნეების არქიტექტურას.
ტაძრის გუმბათზე ქრისტეს ამაღლების სრულიად გენიალური და უნიკალური გამოსახულებაა, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება. ხოლო კონქში წარმოდგენილია უკვე მე-11-მე-12 საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც ტახტზე ზის, ხოლო ხელში იესო ქრისტე უკავია. $1988 წელს აია სოფიას ტაძარი და სხვა სალონიკის სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი შეიტანეს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. და შესაბამისად დღეს ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ მონაპოვარს, ასე ვთქვათ, იუნესკო იცავს. ნახევარგუმბათოვან თაღზე აფსიდის მოზაიკაა წარმოდგენილი, რომელზეც ღვთისმშობლისა და ჩვილი იესო ქრისტეს გამოსახულებებს ხედავთ. თაღზე წარწერაა ფსალმუნიდან. შენი სახლის სიკეთით აღვივსებით, წმინდაა შენი ტაძარი, საოცარი ხარ სიმართლით. გუმბათში ვხედავთ ქრისტეს ამაღლების კომპოზიციას. მოზაიკაზე დატანილია წარწერა საქმეებიდან. გალილეელნო, რატომ დგახართ და ზეცისკენ იყურებით? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა, როგორც ზეცად ასვლა იხილება. გუმბათში წარმოდგენილ იესო ქრისტეს გამოსახულებას გარშემო 360 გრადუსით ანგელოზები არტყია გარს, რაც ცალკე ძალიან დიდ სანახაობას ქმნის და გარდა რელიგიური და ასე ვთქვათ იკონოგრაფიული დატვირთვისა, ცალკე ესთეტიკური ღირებულებაც აქვს.
როგორც უკვე ვნახეთ, თესალონიკის აია სოფიას ტაძარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური ძეგლია ბიზანტიური ეპოქიდან, რომელიც ღირებულია არა მარტო საბერძნეთისთვის და თესალონიკისთვის, არამედ ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის. გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ ტიპის ეკლესიებზე, ვეხებით არა მარტო მორწმუნეთა საუნჯეს და მრევლის საუნჯეს, არამედ ვეხებით ისტორიას, ვეხებით კულტურას, რომელიც თავისთავად ღირებული და დასაფასებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს კულტურა თავისთავად წარმოადგენს და ასახავს ეპოქას, მთელი თავისი პოლიტიკური კონიუნქტურით, ესთეტიკით, არქიტექტურით, ხუროთმოძღვრებით და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ჩვენი რჩევა იქნება, რომ როდესაც მოხვდებით საბერძნეთში, მოხვდებით თესალონიკში, აუცილებლად მოგბრძანდეთ და მოინახულოთ მართლმადიდებლური სამყაროს და ბიზანტიური ეპოქის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი და თესალონიკის ბრწყვილად და მზიანი სანაპიროების პარალელურად გემოგაუგოთ ბიზანტიურ კულტურას, ბიზანტიურ ესთეტიკას, შემოქმედებას და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო.